ამერიკულმა კინოაკადემიამ 2011 წლის ოსკარის პრეტენდენტები დაასახელა. გასული წლის მსგავსად საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის წელსაც 10 ფილმი შეარჩიეს. ბრიტანული სურათი მეფის სიტყვა ნომინაციების ლიდერია. 27 თებერვალს დაგეგმილ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე ფილმმა შესაძლოა 12 ნომინაციაში გაიმარჯვოს. წლევანდელი ნომინაციის ლიდერი, როგორც კინოკრიტიკოსებიც აღნიშნავდნენ, ბრიტანული ფილმი მეფის სიტყვა გახდა. ფილმი 12 ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ფილმის წოდებაზე. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინანტთა სიაში მსახიობი კოლინ ფერთია. მან ფილმში ბრიტანეთის მეფის, გეორგ მე-6-ის როლი შეასრულა. მეფის სიტყვას კონკურენციას გაუწევენ ფილმები სოციალური ქსელი, შავი გედი, 127 საათი, მებრძოლი, ზამთრის ძვალი, ბავშვები კარგად არიან, დასაწყისი, ნამდვილი საჩუქარი და სათამაშოების ისტორია 3. საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში კი კოლინ ფერთის კონკურენტებად ჯეზი აიზენბერგი, ხავიერ ბარდემი, ჯებ ბრიჯესი და ჯეიმს ფრანკო დასახელდნენ. საუკეთესო რეჟისორების სიაში შევიდნენ ტომ ჰუპერი ფილმისთვის მეფის სიტყვა, დარენ არანოფსკი ფილმისთვის შავი გედი, იტალ და ჯოენ კოენები ფილმისთვის ნამდვილი საჩუქარი, დევიდ რასელი ფილმისთვის მებრძოლი და დევიდ ფინჩერი ფილმისთვის სოციალური ქსელი. ოქროს გლობუსის მფლობელი ნატალი პორტმანის კონკურენტები ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი იქნებიან ანეტ ბენინგი, ნიკოლ კიდმანი, ჯენიფერ ლორენსი და მიშელ უილიამსი. საუკეთესო უცხოენოვან ფილმებს შორის დასახელდა კანადური ფილმი „წამქეზებლები“, მექსიკური „ბიუთიფულ“, ალჟირული „კანონგარეშე“, ბერძნული ფილმი „ეშვი“ და „უკეთეს მსოფლიოში“. ოსკარის 2011 წლის დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 27 თებერვალს გაიმართება.